ჩვენ ხა შემოგვიერთება ქალბატონი ეკა ბესელია მარცხაჯულების სახლის დამფუძნებელი ქალბატონ ეკას ამ შემთხვევაში ორი სხვადასხვა მიზეზით თხოვეთ მას მოსვლა მათ შორის ეს უკავშირდება დღეს უკვე ამოქმედებულ ცვლილებებს რომელიც სასამართლოებში უკვე მედიის წარმომადგენლებს ხო და ჩვენ გვახსოვს მათ შორის თქვენ იყავით თავი ინიციატორი თავის დროზე როდესაც ქართულმა ოცნებამ შეცვალა ის წესი რომელიც ბოლო ხანს იყო დამკვიდრებული დღეს საერთოდ უცნაური სურათი იყო უცნაური აღარაფერი აღარ არის მაგრამ ამ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების თვალსაზრისითაც კი სრულ სიველურესთან ვიტყვი ამ სიტყვას გვაქვს საქმე იმიტომ რომ მთელი დღის განმავლობაში ანუ ისიც კი არ უზრუნველყოს რომ მედიას რაღაცა ადგილი გამოუყონ დახურული სივრცე რომ მზეში ქარში უამინდობაში თუ ამით რა მნიშვნელობა აქვს უმნიშვნელოვანესი სასამართლო პროცესების გასაშუქებლად მისული ადამიანები ეზოშიც რო არ უშვებენ სადმე მაინც იყვნენ ასე ვთქვათ მობილიზებულები ხო ну არაფერზე პასუხისმგებლობას ეს სასამართლო და მარცხაჯულების სისტემა რომელიც გასაგებია რომ სრულ დანამატია რეჟიმი აღარ იღებს ამიტომ მოდით ამის შეფასებით დავიწყოთ და მე ძირითადად დრო ცხადია პოლიტიკურ პროცესს დავუთმო მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის და ამ თემით დაწყებისთვის ბატონ გიორგი ეს არის უმნიშვნელოვანესი თემა იმიტომ რომ თავარ აი ამ საყრდენს რაზეც დგას ახლა ქართული ოცნება საკუთარი მომხრეებისთვის როდესაც ამ ყალბ ლეგენდას თავასობს რომ ის ებრძვის წარსულს სწორედ ამ ყალბ ლეგენდას აცლის საყრდენს აი დღევანდელი ამბავი რომელიც პირდაპირ მნიშვნელობით აი ვიზუალური აღქმითაც კი ზუსტად გავდა ოცნებას თავის ქცევებში აი ეს სიველურე ზუსტად ის სიტყვა გამოიყენეთ ეხლა თქვენ რაც გამოხატავს ამ საშინელი და თან აჩქარებად მიღებული ცვლილების შინაარს. აი და სასამართლოს შენობის ეზო, რომელიც ჩაიკეტა მედიისთვის და გარეთ მყოფი მედია, მე მივედი დღეს როგორც წესი პროცესებს ვესწრები და არა მხოლოდ ვესწრები და ხედავდი მთელი დღის განმავლობაში როგორ იდგა ეზოს მიღმა მთელი მედია და არ იყო არავინ ვინც გარეთ ან შიგნით როდესაც მოსამართლესთან დადგა ეს საკითხი ამით დაიწყო სხდომა დღეს ეს იყო ჩვენ თავარი სათქმელი დღევანდელ სხდომაზე რომ რატომ არ იხსნება საჯაროობის თვალსაზრისით ის სხდომა რომელზეც თქვენ გინდათ აჩვენოთ მოძალადეები აი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია მე ქართული ოცნების ამომრჩევლოს ველაპარაკები ეხა პირდაპირ მნიშვნელობით აი თქვენ ვისაც გჯერათ ან ვინცაც გინდათ რომ დაიჯეროთ რომ თქვენი რჩეული ჯერ კიდევ ოცნება ებრძვის იმ ცუდ წარსულს იმ ცუდ წარსულში მე იმ სასამართლო დარბაზში დავდიოდი და დღესავით მახსოვს როგორ ტოვებდი ჩვენს გარეთ ტელეფონებს ადვოკატები და ტექნიკურ საშუალებებს და შევდიოდით მხოლოდ ფურცლის ამარა და მე მაშინ მახსოვს როცა დავინა ეს პირდაპირ მნიშვნელობით დაბნელებული სასამართლო პროცესები ზუსტად 2006 წელი მთავრდებოდა როცა და 2007 დაიწყო ქუჩაში გავედი ჩემ პროფესიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადვოკატი ვიყავი უდაოდ და გავედი ქუჩაში და ვიდექი 5 წელი იმ ბარიკადებზე. იმიტომ რომ სასამართლოში დაბრუნებული იყო სინათლე და ამიტომ ვიყავი ერთ-ერთი ინიციატორი იმ ცვლილების, მაშინ ადამიანის უფლებების კომიტეტს თავმჯდომარეობდი, როდესაც ჩვენ ეს ცვლილება მივიღეთ, ერთ-ერთი პირველი იყო და სასჯელთა შეკრების წესი რო გავაუქმეთ, აი იმასთან ერთად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. დღეს, როდესაც უსწრაფესად დაჩქარებული წესით ეს სუდი კანონი მიიღეს და ისევ წარსულში დააბრუნეს სასამართლო, კიდევ უფრო უარესი რამ გააკეთეს, გამაოგნებელია ჩემთვის, რომ იუსტიციის საბჭოს ხალხო ვინ ეკითხება ინდივიდუალურ საქმეზე მოსამართლე გახსნის პროცესს თუ დახურავს, მედიას დაუშვებს თუ არა, აი იუსტიციის საბჭომ, რომელიც დისციპლინურ პასუხისგებლობებს, ხელფასებს, მივლინებებს და შემდეგ ასეთ საკითხებს იხილავს. თუმცა იმასაც მიაკითხე ჟურნალისტებმა დღეს და სრულიად ანეკდოტური სურათი ჩაწერეთ, მაგრამ თვითონ აი ეს ფილოსოფია ნორმის რომ იუსტიციის საბჭომ უნდა გადაწყდეს კონკრეტულ საქმეზე, რომ აი უცებ რო 10 წუთში პროცესი უნდა გადაწყდეს, მაგალითად აკვეთ ღონისძიების საკითხი და დღეს მოსამართლე გალუსტაშვილი რომელსაც უთხრეს, რომ გაქვთ ამე პასუხი და ყველაფერი კარგად იქნება, თქვა.
ქალბატონიკა, თქვენ ახსენეთ სასჯელთა შეკრებითობის პრინციპი. ერთი კონკრეტული კითხვა მაქვს თქვენი კომპეტენციიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე რა უნდა ვკითხოთ? იქიდან გამომდინარე რა ტრენდიც არის, ხო? აი, პოლიტიკური მოტივი დაკავებული ოპოზიციონერ ლიდერებს ოცნება შესაძლოა პატიმრობა გაუხანგრძლივოს სულუკიანის კომისიამ ხელახლა მიმართა პროკურატურას ნიკა გვარამიას, მამუკა ხაზარაძის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ, რადგან სამივე მოუარი თქვეს კომისიის დაკითხვებზე. სხვაებიც იგივე მდგომარეობაში არიან, მოსამართლე ჯვებენ ნაჭყებია გადაწყვეტილებას ხვალ უნდა გამოაცხადოს. მე პირველ რიგში მინდა მათ შორის ამ ლიდერებს კიდევ ერთხელ ჩვენი სოლიდარობა გამოვხატოთ მათ მიმართ, მათთან გვერდში დგომა, ასე თქვათ, გამძლეობა, მინდა უსურო თითოეულ მათგანს, მაგრამ ელით მათ, ანუ გველის კი ჩვენ მართლაც ამ ახალი ხელახლა ინიცირებული დაკითხვის მოთხოვნებიდან გამომდინარე, რომ აი რაც მიეცაჯა მაგალითად მამუკა ხაზარაძეს, ან გიორგის ვაშაძეს 8 თვე, რომ 8-ს კიდევ 8 შეიძლება მიუმატონ და მე ხო შეიძლება მე-13-ს დაიბარო, მე მე-4-ეთ და ასე შემდეგ. და აი ეს რომ არ შეიძლება, სამართალში არის ესეთი პრინციპი, რომ ერთი და იგივე ქმედებისთვის ორჯერ დასჯის დაუშვებლობა. ეს არის ერთი და იგივე ქმედება. ერთი და იგივე უკანონოდ შექმნილი კომისია, კონსტიტუციის დარღვევით შექმნილი გაუგებარი კომისია, რომელზედაც პოლიტიკურმა ლიდერებმა თქვეს, რომ არ მივდივართ. ამ კომისიის ფარგლებში, იმავე საქმის ფარგლებში, რამდენჯერაც არ უნდა დაიბარო ადამიანი, რომელსაც უკვე გითხრა, ეს არის ერთი განხორციელებული ქმედება. და ამას ხელოვნურად რო ამრავლებენ. ასეთი რამ რომ არის პოლიტიკური აქტია ეს ამ შემთხვევაში ძალიან მკაფიოდ გამოხატული ეს არის რაღაცა ტიპის სისხლის სამართლებრივი კრიმინალური და სამართალს აქვს ესეთი ზღუდეები და მათ შორის ესეთი ზღუდია, ანუ ესეთი შემაკავებელი პრინციპია, რომ ერთი და იგივე ქმედება, ეს ერთი და იგივე ქმედება თუნდა განვიხილოთ, არ შეიძლება ორჯერ დასჯა. ეს არის პრინციპი. მით უმეტეს როცა ეს ხალხი უკვე ზის. და მით უფრო ისეთი ტრაგიკომედია, აი არ ვიცი, თან კულტურულად უნდა გამოვხატო ეს ლანძღვა თუ კრიტიკა, აი თან როგორ უნდა ვთქვა, ეხა ესე კულტურულად არ ვიცი, მაგრამ ასეთი წარმოუდგენელი სიბეცეც და სითავხედეც, როდესაც გადაბიჯებაც არის სამართლისთვის და გადაბიჯებაც, მაგრამ ის რასაც ეხლა ჩვენ ვხედავთ, არ ვიცი, აი რა შევადარო იმ წარსულშიც აღარ მინდა უკვე გახედვა, მანაც ამოწურა თავისი თავი. უბრალოდ ამასაც იმიტომ ვაკეთებ გიორგი ხშირად, რომ ხო ეს არის ოცნების მომხრეების მთავარი ალიბი. ის გინდათ, რომ ხშირად ამას სულ ამას მიმეორებენ პოლემიკაში, თუ კი ვინმე დარჩა, ვისთანაც შეიძლება შევიდე უკვე მართალი გითხრათ, აღარც მაქვს უკვე ამის სურვილი, მაგრამ ზოგჯერ თავსვალდებულად თვლი, ის გვინდა და იმათ ვეუბნები, ის გინდათ, ის არის ის. იმაზე უარესია, თუ გინდათ ეს პარალელები საკუთარი თავის რაღაცა პოზიციის გასამართლებლად იმაზე უარესია ხალხო 2025 წელი რაღა დროს სასამართლოს დახურვა და კიდევ უარესი რა არის იცით მოსამართლისთვის მოსამართლემ რო კანონის იერარქია ვერ გაიგო დღემდე აი ამ კანონში რაც არ უნდა ჩაეწერათ ხო იუსტიციის საბჭოს გადააბარეს ეს სიგიჟე ჩაწეროს რომ კონკრეტული საკითხი მან უნდა გადაწყვეტოს თურმე კონსტიტუცია უფრო მაღალი კანონი კონვენცია კონსტიტუციის მესა წერია რომ საჯაროა ეს პროცესი ეს არა თუ ყველა მოსამართლემ რიგითმა იურისტმა ძალიან კარგად იცის უნდა იცოდეს ხო შემთხვევაში მაგრამ ეჭვი მაქვს რომ მათმა უმრავლესობა მიცის მიუხედავად იმისა რომ მათ კომპეტენციასთან მიმართებაში სერიოზული პრეტენზიები გვაქვს გიორგი აი ამას ვიტყვი სწრაფად თავარი მეორე არგუმენტი ეს არ იყო სამართლებრივი დღეს ეს იურისტებმა თქვეს რომ მათ ხო უნდათ რომ აჩვენონ რომ მოძალადეებს ასამართლებენ თან ჯგუფურად ორგანიზებულ მოძალადეებს აჩვენეთ ეს ხალხი რატო დამალეს პროცესი? ნუ ამიტომაც მალავენ იმიტომ რომ ხა ანდრო და დარჩენილი ბიჭები მოძალადეები არიან ქალბატონიკა რაზე ჩვენ საუბრობთ რა თქმა უნდა კომპეტენციის პრობლემაც არის მაგრამ თავარი პრობლემა არის პოლიტიკური ნება ამ ადამიანების შინაგანი მრწამსის არარსებობა, იმიტომ რომ მათი მრწამსი მთლიანად დაქვემდებარებული არის პოლიტიკურ ამოცანას ქართული ოცნების ბიძინა ივანიშვილის და ასე შემდეგ. ეს სიტუაცია მათთვის სამართლის და კონსტიტუციის სწავლებით
ეს პრობლემა არ ამოიწურება, ხო არ შეიცვლება. თუ ქვეყანაში ხელისუფლება არ შეიცვალა, მიტაცებული სახელმწიფო ხალხს არ დაუბრუნდა, კონსტიტუციურმა ორგანოებმა არ დაიწყეს თავიანთი უფლებამოსილების შესრულება, ჩვენ ასეთ ბევრ კიდევ ჩვენთვის გასაოცარ მაგალითს ვნახავთ. ჩვენი ფანტაზია არ ეყოფა, ხო? მივადექით ზუსტად პოლიტიკურ პროცესს. გუშინ საინტერესო და მნიშვნელოვანი დღე იყო, დღეს ქონდა მას გარკვეული გაგრძელება, ამ გაგრძელების პოზიტიური ნაწილი და მხარე არის შიმშილობის შეწყვეტა. ძალიან გამიხარდა. და მინდა რომ შეაფასოთ ეს პროცესი და მათ შორის თუნდაც ის კრიტიკა, რომელიც გაისმა თავად სალომე ზურაბიშვილის მიმართულებით, დღეს მაგალითად იქ სიტყვით გამოსულთა უმრავლესობა მანამდეც და შემდეგაც ზურაბიშვილის მიმართ კრიტიკული შენიშვნები არ დაიშურა. რის თქმა უნდა, რა თქვა სალომე ზურაბიშვილი, რაც უნდა კი თქვა, მაგრამ თქვენი აზრით როგორ უნდა გაიგოს ეს საზოგადოება? ხო, მშვენიერი ვილაპარაკოთ ღიად იმაზე, რაზეც უნდა ვილაპარაკოთ დღეს და არ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რაც ასუსტებს ბრძოლის პროცესში თანამებრძოლს. ეს მგონი არის ძალიან გასაგები პრინციპი. გამიხარდა შიმშილობის შეწყვეტა. მე ძალიან ვდარდობდი ელენეს ჯანმრთელობის გამო, ჩემ მეგობარი გედიც, რომელიც შიმშილობდა და ყველა ის ადამიანი მე შემდეგ ვინც ასევე ვიცი რომ აპირებდა პროცესს ჩართვას. ერთ მნიშვნელოვნად სწორი გადაწყვეტილება. უთუოდ და აი ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ ადამიანის სიცოცხლეზე დიდი ხო არაფერი არ არის. ეხლა რა შეეხება მთლიანად ამ პროცესს. რა მიკვირს იცით გულწრფელად და რბილად ვიტყოდი იმათ მიმართ, ვისაც ეს ეხება. არ დაილევა საქართველოში ადამიანი, ვინც საჯარო პოლიტიკაში ჩართულია მეტად თუ ნაკლებად, ვისაც არ მოეპოვებოდეს მეორე, მესამე, მეოთხე, მეათე, რომელიც არ მოწონს. ამ პატარა ქვეყანაში ჩვენ ბევრი მიზეზი დაგვიგროვდა, რის გამოც შეიძლება ერთმანეთი არ მოგწონდეს და არ გვესიმპათიურებოდეს, მაგრამ მე და თქვენ რომ ერთ ბრძოლაში ჩავერთეთ, საერთო მიზანი რომ გვაქვს. და ამ საერთო მიზნისკენ რომ მივდივართ. აი იმ ბრძოლის ველზე, სადაც მოწინააღმდეგე წესების გარეშე იბრძვის. და მას აქვს ისეთი იერარქი და ინსტრუმენტები, რომელსაც ჩვენ არ გვიყენებთ, ხო? ჩვენ მშვიდობიანად ვიბრძვით. იმის დროა რომ მე თქვენ ახლა ან ვარცხნილობა, ჩვენი ვარცხნილობა გაქვთ გიორგი, დაგიწუნოთ ან გარეგნობა, ან თქვენი სიტყვა, ან თქვენი კალამი და თქვენ უნდა გებრძოლოთ, ეს დრო არის და ეს როგორ ვერ უნდა გააცნობიერო პოლიტიკაში მყოფმა ადამიანმა. არ ვიცი ხა ვისაც უნდა ეწყინოს, მაგრამ ძალიან რბილად ვამბობ. გავიგე რომ ვიღაცა შეიძლება არ მოწონს სალომე ზურაბიშვილი, მისი გადაწყვეტილება შეწყალების თუ არ შეწყალების თაობაზე, ან ვიღაცას ის არ მოწონს. მე ნაციონალურ მოძრაობა არასდროს არ მომწონდა, არც ახლა არ მომწონს, მაგრამ არც წინ გამოირჩევა დიდი სიმპათიები თქვენს მიმართ, მაგრამ ეს მოცემულობაა, გავიგეთ. თუ აკვირდებით ბოლო ბევრი ხანია უკვე ეთერებში, მხოლოდ უბრალოდ ქართული ოცნების ამომრჩეველს ვახსენებ წარსულს, იმიტომ რომ მას სულ ედრებიან, მაგრამ მე არ ვარ დაკავებული მათი კრიტიკით. ვიცი რა დროს არის ეს საჭირო. და აი ეს არ მესმის, გავიგე რომ არ გიყვარს სალომე ზურაბიშვილი, მაგრამ ის რომ დღეს იმ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს, რასაც ასრულებს, რომ ცდილობს შეკრას ეს დაქუცმაცებული თუ რაღაცაირად ცოტა დასუსტებული სხვა პლატფორმაზე მყოფი მებრძოლები. ზოგი ძლიერი, მაგრამ ზოგი დასუსტებულიც. ადამიანი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს უდაოდ ჩვენი დასავლელი მეგობრებისთვის, რომ ის იყოს მოლაპარაკე, ხიდი, შემკვრელი და ასე შემდეგ. რაღაცა როლი და მნიშვნელობა ხო აქვს მის ყოფნას ბრძოლაში. მას რომ არ ებრძოლოს, საბრძოლველია ცოტაა. აი ან მასთან, ან მე მხოლოდ სალომე ზურაბიშვილს არ ვიცავ. იგივეს ვამბობ სხვებზეც. მე არ მომწონს თქვა რაღაცა პოზიცია. იცით რომ აკრიტიკებდი ძალიან თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მსურველებს. უბრალოდ ვამბობდი ძალიან რბილად, რომ ვერ ვხედავთქო ამ გზით გამარჯვებას, მაგრამ ბოლო პერიოდი ეს კრიტიკაც იმიტომ შევწყვიტე, რომ ხედავ, რომ მათ შორის პლატფორმის მონაწილე ადამიანები ამ თემაზე ფიქრობენ
ვიღაცა აპირებს და ეხლა ვფიქრობ მე რომ მათთან დავიწყო ეხლა ბრძოლა ამით ვასუსტებ თუ ვაძლიერებ თანამებრძოლს ვასუსტებ და ხომ უნდა გავჩერდე აბა რა არის სოლომონის ის სიტყვები რით ვერ გავიგეთ ჟამი თქმის და ჟამი უთქმელობისა როდის რა თქვა ეს თუ ვერ იგრძენი რაღა პოლიტიკოსი ხარ და უნდა გაჩერდე ამ დროს და აკრიტიკე ვინც უნდა აკრიტიკო იმის გამო რომ ეხლა აი არ ვიცი სხვისგან ხო ვითხოვ ჩვენ რაღაცა იდეალური უნდა იყოს პოლიტიკოსი თუ გვინდა რომ ყველაფერი სალომე ზურაბიშვილმა გააკეთოს თუ ეს მოლოდინი გვაქვს ვერც სალომე ზურაბიშვილი მარტო და ვერც ვერავინ ყველაფერს ვერ გააკეთებს ყველას თავისი როლი აქვს მე ჩემი როლი მაქვს და ეხლა მგონია რომ ჩემი პროფესიული შესაძლებლობებით რაღაცებში ვცდილობ ამ ხალხის დახმარებას ვიღაცა უფრო აქტიურია ქუჩაში არ შეიძლება ეხლა ან ერთი პოზიციის ან მეორე პოზიციის მყოფ თანამებრძოლებთან ცეცხლის გახსნა აი ეს არის ჩემი პოზიცია ეს არის ის რაც თქვა პრეზიდენტმა გუშინ აქციაზე და აი ეს სწორედ აი გარე როგორ და გახლიჩო ეხლა პლატფორმას რო ლიდერობ რაღაც შემადგენლობას რომელიც იმ პლატფორმაშია რომელსაც კიდევ გინდა რომ დანარჩენი თანამებრძოლების შემოამატო აი მათ რო სხვადასხვა პოზიცია პრეზიდენტმა რა უნდა თქვას იმ პოზიციაზე ვდგავარ კაფიობა მეტი რა არის თუ არა ის რომ თუ ყველა ბოიკოტის პროცესში ვართ ყველა ერთად ვართ თუ ყველა არჩევნებზე მიდის აი ყველამ გადაწყვა ამაზე მკაფიოდ რა უნდა ითქვა თქვა რა ვიქნები იქ სადაც ყველა ერთად ვართ თუ თქვენ უმრავლესობამ გადაწყვიტეთ აი ვინც ყველა ამ ბრძოლაშია რომ არჩევნებზე მივდივართ მე ხო ვიყავი მოწინააღმდეგე მე მინიმუმ ხელს არ შეგიშლით თუ არ დაგეხმარებით ვიტყვი რომ თქვენ არჩევნებზე მიდიხართ მე სამართლებრივად მოგეხმარებით რადგან ყველა ჩემი თანამებრძოლი ამ გზით ცდილობთ ბრძოლაში ყოფნას თუ ყველა გადაწყვეტს რომ ბოიკოტის რეჟიმში ვართ რაც მე თავიდანვე მქონდა ვიტყოდი რომ ხო ყველა აქ ვართ აი ეს თქვა პრეზიდენტმა გუშინ ეს ძალიან რთული გასაგებია არა რთული გასაგები მაგრამ ჩვენი საუბრის დასასრულს მაშინ რატომ შეიძლება ყოფილიყო ეს პოზიცია მიუღებელი ძალკეული ჯგუფებისა და პარტიებისთვის გეტყვით რომ ისინი შეიძლება ფიქრობენ რომ სალომე ზურაბიშვილი როგორც მათთვის საწინააღმდეგო ჯგუფებზე ზეწოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ან პოლიტიკური პოზიციით, თავისი გავლენით ამ პროცესში, თავისი ავტორიტეტით ან თავისი მდგომარეობით მათთვის ალბათ სასურველი მოკავშირე იყო, რომ მას პირდაპირ ეთქვა დაუშვათ, რომ მე მხარს უჭერ არ მონაწილეობას, ან მხარს უჭერ იმას და ასე შემდეგ, რომ ამას შეეძლო რაღაცა გარდამტეხი მათი აზრით ალბათ ან მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საპირისპირო პოზიციაზე მდგომი პოლიტიკური სუბიექტების გადაწყვეტილებებს. ალბათ ეს მოლოდინი იყო, ჩემი იყო ალბათ და ეს რო ასე რო არ მოიქცა სალომე ზურაბიშვილმა თქვენი აზრით ეს რამდენად სწორია მე თქვენ გაგახსენებთ 31 მარტის გამოსვლა სადაც თქვა სალომე ზურაბიშვილმა მისი მკაფიო კომპრომისული ვერსია ერთად საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები ეს იყო პოზიცია. ნათელი პოზიცია ამხრა. სრულიად კაფიო. თვითონ რასაც ემხრობა. დიახ. და ჩვენ დოკუმენტის მომამზადეთ და გვაქვს როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები დეტალურად არის გაწერილი ყველაფერი. მიუხედავად ამისა, ხო ნახეთ ახლა თქვენ სტუმარი ყავდა ჩემი კოლეგა ძალიან მიყვარს დიკა დიმიტრი. ხო, მისი პარტია ღიად აცხადებს ხო მიდის და ის პარტია საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობს ხო პლატფორმის ფორმატში სინდისის პატიმრების გათავისუფლება ეს თუ არჩევნებისთვის მზადება. გაიყო პოზიცია. საგარეო ასპარეზზეც თანამშრომლობა აქტიურია. აი როგორ გინდა ეხა აქ ესეთი წითელი ხაზების გავლება, ამიტომაც ეძებდა სალომე ზურაბიშვილი ამ კომპრომისულ ვერსიას. ეხლა ამ დარჩენილ დროში ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს აი იმ ერთობის მიღწევა, რომლის შემთხვევაში ძალიან სწრაფად მოხდება ცვლილება. და რა ვიცი, მეგობრებო, მე იმ ადამიანს, ვინც ძალიან კარგად ვიცი ოცნების ანატომია და რაღაცეები ალბათ უკეთესად შემილია უბრალოდ დავინახო აქედანაც. ერთ რამეს გეტყვით, რომ იქინ უგვიკვირს რა ხდება ოცნებაში. თუ აქამდე გაგრძელდა მათი ყოფნა, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს სისუსტეებია აქეთ მხარეს. ჩვენ ბრძოლაში შიდა ბრძოლების დრო რო არ არის ამაზე დგას დღეს ის რეპრესიული რეჟიმი რომელიც უნდა შეიცვალოს და გვიდა სწრაფად შეიცვალოს
აქ უნდა კონსოლიდირდეს აი საპროტესტო ძალა და დავანებოთ თავი ერთმანეთთან საქმეების გარჩევას. რაღაცა ამის ჟამი და ამის დრო რო არ არის, უნდა გვესმოდეს.